გამარჯობა მეგობრებო და ისევ მოგესალმებით ჩემს არხზე. დღეს გადავწყვეტე რაღაცის გაკეთება და შესაბამისად მინდა კიდე ვიდეოს გადაღება. სანამ აქ რაღაცას ვაკეთებ, ვისაუბროთ. ასე ვარ out of breath, იმიტომ რომ ნახევარი საათი კი არა, მე მგონი 1 საათი ვეძებდი ჩემი კამერის შტატივს, რომელიც ვერ ვიპოვნე და საბოლოო ჯამში ავიღეს softbox-ის შტატივი, იმიტომ რომ softbox აღარ ვიყენებ, ეს softbox-ები არ ვარგა, რაც მე მქონდა, ანუ მაშინ იყო, off the top, მაგრამ დღესდღეობით უკვე სხვა მინდა, თუ მექნება, თუ გადავწყვეტ ისე სურათების გადაღებას. ჩემთან ჯერ კიდევ ახალი წელი არ გაიგებდეთ. მოკლედ, დღევანდელი საუბრის თემა იქნება შვილებზე. ამასიან ველაპარაკე ნანუტას, მიუხედავად იმისა, რომ მე YouTube-დან ფაქტიურად წასული ვარ, იმიტომ რომ შიგადაშიგა გადაღებული ვიდეოები ეს არ ითვლება იმათ, რომ YouTube-ზე ვარ. ნანუტასთან, რა თქმა უნდა, მეგობრობას ვაგრძელებთ და ძალიან ახლო ურთიერთობა გვაქვს. ნანუტასთან ვიყავი კიდე სტუმრად მისული, როდესაც ვიყავი საქართველოში ჩამოსული და რომ ჩამოვალ, აუცილებლად კიდევ მივაკითხავ ჩემს ნანუტასთან. ძალიან კარგი დრო გავატარეთ ერთად, უბრალოდ ძალიან ცოტა იყო, იმიტომ რომ რაღაც მე მგონი წამოსვლამდე 2 დღით ადრე შევხვდით, თუ არ ვცდები, შეიძლება მეშლებოდეს. ხო და ამასიანად მე ნანუტას საუბრობდით ტელეფონით და ასეთი რაღაცა ასეთმა რაღაცამ გაიჟღერა, როგორ უყვართ მამებს შვილები და როგორ უყვარს დედებს შვილები. და საუბარი იყო იმაზე, რომ დედას უყვარს შვილი მუცლიდან და მამას ჩემი პირადი აზრია, თუ ქალი უყვარს შვილი, თუ ქალი არ უნდა, აღარ შვილი აღარ უნდა. თითქოს სხვანაირად ფიქრობენ. ხო და დღეს მინდა ამ თემას შევეხო, მაგრამ არა მამაკაცის შვილისადმი სიყვარულს, არამედ ზოგადად, აი ჩემი აზრი რაც არის. ეხლა ამ ვიდეოს დასაწყისში ამოვალაგეთ ჩემი სურათები, როდესაც მე ოფსულად ვიყავი და გავაკეთე ფოტოსესია. ლეჯიკო რა თქმა უნდა მუცელში იყო ჯერ კიდევ და მან რამდენი თვის ორსული ვარ, მე მგონი 8 თვის ორსული. აღარც მახსოვს უკვე იმდენი ხნის წინ იყო 15-16 წელს იყო. ეგ ამბავი. ხო და ჩემი გადმოსახედიდან სრულიად ცოტა განსხვავებული აზრი მაქვს მაგასთან დაკავშირებით და მე არ ვთვლი რომ როგორ გითხრათ, გასაგებია რომ დედას შვილი უყვარს მუცლიდან, მაგრამ ეხლა მე რო გითხრათ რომ ვაიმე აი ლიზი რო დაიბადა ზუსტად ისე მიყვარდა როგორც მიყვარს დღეს, ეს არის ზღაპარი. ჩემი აზრი არის შემდეგი, რომ შვილი გიყვარს, როდესაც მას ზრდი. შესაბამისად გასაგებია რომ ეხლა ლიზი რო დაიბადა, კი რა თქმა უნდა. რა შევხედე, მაგრამ იცით რა არის, აი ყოველთვის მიკვირდა სანამ დედა გავხდებოდი. ჩემი ნაცნობები რო აშიარებდნენ თავიანთი შვილების, ახალშობილი შვილების სურათს, რა ვიცი, 2 საათის შვილების სურათს და როდებდნენ, ვაიმე შენ ჩემი მთელი სამყარო ხარ. ვიფიქრე, ალბათ ასე არის დედური ინსტინქტი მაშინვე იღვიძებს და მაშინვე შენი მთელი სამყაროა 20 წუთის ბავშვი დაბადებული. როდესაც მე გამიჩნდა ლიზი, მე დავაფიქსირო, რომ აი ესეთი რაღაცა ტუფტა განცხადებების გაკეთება არ მინდოდა, იმიტომ რომ შვილს რო ელოდები და ლიზიკო აბსოლუტურად სასურველი შვილი იყო, უკვე გვინდოდა, მე და დანიელი უკვე 5 წელი ვიყავით ერთად. თუ 4, 2005. ხო. კი, 2005-დან, კაი ხანი ვიყავით ერთად და გადავწყვეტეთ, რომ შვილიც გვინდა. ანუ აბსოლუტურად ვუნშკინდ, როგორც ამბობენ გერმანელები, ჟელანный ребёнок იყო ლიზიკო. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ველოდებოდით გვიხაროდა, რა ვიცი, უკვე ყველაფერი ნაყიდი მქონდა. სანამ ლიზი დაიბადა, ყველაფერი ნაყიდი მქონდა, უკვე საწოლიანა, საბნიანა, ჩასაცმელიანა, რა ვიცი, ამპერსებიანა, ყველაფერი.
ბოთლებიანა, იმიტომ რომ მე ამ ყარმყოლია, ხელოვნურ აღზა კვებაზე მყავდა თავიდანვე. ხო და საქმე იმაშია, რომ აი ეს ვფიქრობდი მე, რომ აი რომ დებენ ეგრევე 20 წუთის ბავშვს რო დადებენ და შენ არ არის ის ბავშვი შენი იმ წუთს გიყვარს, მაგრამ დედაჩემი ამბობდა კიდე რომ აი ბავშვი რო იზრდება უფრო და უფრო გიყვარს. რა შედარება ახლა ლიზი რო დაიბადა მე მაშინ რომ მიყვარდა და ეხლა რომ მიყვარს. ეხლა კი, ეხლა მთელი ჩემი სამყარო არა მარტო ჩემი, არამედ ჩემი ქმრისთვისაც. ანუ ჩვენთვის ლიზი, აი ეს არის ლიზი და ლიზის გარშემო ტრიალებს სამყარო, რა თქმა უნდა. ჩემი შვილის იქეთ დედამიწის ზურგზე, არც მე და არც ჩემს ქმარს არ გვაინტერესებს არც ერთი ადამიანი საერთოდ ჩემი დიშვილის გამონაკლისით, რა თქმა უნდა. ეს ორი ბავშვია, რომელიც თავს დავდებ, რა თქმა უნდა, მაგათთვის. ხო და ამიტომ იცით რა არის? აი ხლა რომ დავფიქრდი, კაი, ჩემი შვილი იყო ჩემს მუცელში, გასაგებია მე გავაჩინე და მიყვარს. რა თქმა უნდა, დანიელი იქ იყო, იმიტომ რომ მე უთხარი მე შენს გარეშე არანაირ ბავშვს არ გავაჩენ მეთქი. ხო და ესეც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი ამ ბავშვსა და მამის, იმიტომ რომ დედა ისია თუ ასია 9 თვით დიდხანს იცნობს დედა შვილს, ვიდრე ნებისმიერი დანარჩენი დედამიწის ზურგზე და მამა, ნუ აქ არ არის მიღებული, რომ მამები გარეთ იდგნენ და სვამდნენ და დედა ბავშვს აჩენდეს, არა. მამები როგორც წესი არიან შიგნით და მე ვთვლი, რომ ეს ძალიან კარგი არის. ხო და ამიტომ რომ დავფიქრდი მე პრინციპში, მე ვთვლი, რომ მართალი ვარ, იმიტომ რომ რადგანაც მე ჩემი შვილი გავაჩინე და ჩემს მუცელში იყო და ვიცნობ 9 თვით უფრო დიდხანს ვიდრე სხვა დანარჩენები, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვისაც აყვანილი შვილი ყავს, იმას ნაკლებად უყვარს თავის შვილი. ამიტომ მე ვთვლი, რომ შვილი გიყვარს, როცა ზრდი მას და აყვანილი შვილებიც ზუსტად იგივენაირად უყვარს, როგორც ჩვენი გაჩენილი შვილები. მე ვერ ვიტყვი, რომ ვისაც აყვანილი შვილი ყავს, რადგანაც ის მუცელში არ ყოფილა მასში, ის მას არ უყვარს, არა. პირიქით, აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ აყვანილი შვილები, ვისაც ყავს დედებს, ჯერ ერთი გმირები არიან. იმიტომ რომ ძალიან რთულია სხვის შვილის აყვანა და მისი გაზრდა და მე ვთვლი, რომ ზუსტად იგივენაირად უყვართ თავიანთი აყვანილი შვილები, როგორც ჩვენ დედებს, რომლებმაც ჩვენ თვითონ გავარჩინეთ ჩვენი შვილები. ეს რაღაცა ისე ურევს. ხო და შესაბამისად, ხო, მე მასე მგონია, რომ აყვანილ დედებს, ანუ დედებს, რომელსაც შვილები აყვანილი აყავთ, ზუსტად იგივენაირად უყვართ თავიანთი შვილები, როგორც დედებს, რომლებსაც ჩვენ შვილები ჩვენ თვითონ გვყავს გარჩენილი. ლიზიკოს ძალიან უნდა დედმამის შვილი და მეუნება მოდი რა ბავშვი ავიყვანოთ. ნუ იმიტომ რომ ახლა მე ამას აქში ბავშვს სკოლაში, ახლა რომ ბავშვი გავაჩინო სკოლაში რომ მივიყვანდა ბებია რო ვეგონები, ანუ რა ვიცი, აღარ არის ბავშვის გაჩენის დრო. თუმცა მე რო პირველი ბიჭი მყოლოდა, ვაჩენდი მანამდე, სანამ არ გამიჩნდებოდა გოგო. მაგრამ უფალმა მომცა ის, რაც მინდოდა, გოგოზე ვოცნებობდი პატარაობიდანვე და რადგანაც გოგო გამიჩნდა, всё, მოვრჩი. ანუ რაც მინდოდა მივიღე. ბიჭი რომ მყოლოდა, ალბათ გავგიჟდებოდი, იმიტომ რომ არ მინდოდა ბიჭი. მართლა არ მინდოდა ბიჭი, როგორც კი გავიგე რომ ორსულად ვიყავი, ეგრევე წავედი დავიწყე რაღაცეების ყიდვა და დანიელი მეუბნება, მაგრამ ბიჭი რო იყოს, კაფებს ჩააცმევო. მთხრი არა მეთქი, გოგოა თქვა. აი 100% ვიცოდი, როგორც კი დავორსულდი, მაშინვე ვიცოდი, რომ გოგო მეყოლებოდა. ხო და ლიზიკო მეუბნება ხოლმე, რომ მოდი რა ავიყვანოთ შვილია. ბავშვი აიყვანე. მთხრი არ ვარ მე. ამიტომ ვიძახი, რომ ის დედები, ვისაც შვილები აყავს, არიან გმირები. მე არ ვარ მზად იმისთვის, რომ სხვისი შვილი ავიყვანო და ვზარდო. ერთი წუთით ლიზი. აი ამასობას ლიზისიც მოვიდა, მოდი დე ჩამეხუტე რა. მოდი ჩემი სიცოცხლე. მოდი დედას ქალი. მოდი
ბარტყი. შია დედუ? Was willst du essen, დედა? Sandwich. აი, დავამთავრებ და გაგიკეთებ საჭმელს. ხო და რას ვამბობდი? ხო და ის დედები არიან გმირები, ახლა მე რო დავფიქრდი, ხო? შევძლებ მე აყვანილის შვილის კი არა. მეორე შვილი, სულ იმას ვფიქრობდი, რომ მეორე შვილი რო გამიჩნდეს, მეყვარება ლიზივით. ანუ იმდენად არ მგონია, რომ მეორე შვილის სიყვარულიც კი შევძლო ისე, როგორც ლიზი მიყვარს, რომ აყვანილ ბავშვს ესო საერთოდ არის გამორიცხული, არ ვიცი. იმიტომ ვამბობ, რომ ეგ დედები, ვისაც შვილები აყავს და ზდიან, არიან გმირები. მართლა გმირები არიან. ძალიან დიდი სირთულე არის უცხო ბავშვის აყვანა, როდესაც საკუთარი შვილი ყავს და საკუთარი გენეტიკა შეგიძლია მე-7 თაობამდე მიყვე, როგორც მე, ასევე ჩემქმარს და მაინც არიცი, სად რა როდის გამოხდება. ხო დედას? Papa is by Katie. არიცი სად რა როდის, ნუ ახლა მე ისე ვამბობ, ხო? ფიგურალურად. წარმოგიდგენიათ, თქვენ გყავთ ბავშვი, რომელსაც არც დედა იცით, არც მამა იცით, არც მისი გენეტიკა მე არ გულისხმობ დნმ-ს. მე ვგულისხმობ აი ეს მიდრეკილებებს, აი ეს ტალანტებს, იქნება რაღაცა ბავშვი იქნება მხატვრის შვილია, იქნება ლიტერატორის შვილია, იქნება მომღერლის შვილია, ხო? აი კარგი ნეგატიურად კი არ ვიფიქროთ, არამედ პოზიტიურად რომ ვიფიქროთ. ხო და არ ვიცი, მე ვთვლი, რომ ძალიან დიდ გმირობას ჩადიან ის დედები, ვისაც აყავთ შვილები და მათ ზრდიან და აუცილებლად ეს არის იმხელა მადლი, რომ ბავშვს აძლევ ოჯახს, აძლევ სიყვარულს და ამიტომ ზუსტად ისე უყვართ დედებს, ვისაც აყვანილი ყავთ შვილები, როგორც ჩვენ დედებს, რომლებმაც ჩვენ თვითონ გავაჩინოთ ჩვენი შვილები და მე არ მაქვს საუბარი იმ დედებზე, ვისაც საქართველოში და დარწმუნებული ვარ, ყოფილ SSRK-ში, რომელიც მთელი სულით მეზიზღებოდა ბავშვობიდან მე-SSRK, ბავშვებს პარავდნენ, ვუყურე გადაცემას, არ მახსოვს იმ გოგოს რა ქვია, მე მგონი ისიც საკუთარ მშობლებს ეძებს, სადაც მეუნებოდნენ მშობლებს, რომ შენი შვილი გარდაიცვალა და ყიდნენ ბავშვებს, მე მაგაზე არ მაქვს საუბარი. იმ მშობლებზე, ვინც იცოდა, რომ ბავშვს ყიდულობდა სხვისი ცრემლის ხარჯზე, მე მაგ მშობლებს არ ვთვლი მშობლებად, თქვენ შვილები მოიპარეთ. თქვენ ხართ ქურდები და ნემსის ქურდი და აქლემის ქურდი ქურდია და მით უმეტეს შვილს რო დედას მოპარავ, ეს არის არ ვიცი, უკანასკნელი ადამიანი. და იყო გადაცემაში ვუყურე, ბევრი ბავშვი დაბრუნდა საკუთარ ოჯახში. იმიტომ რომ ეს არ იყო ის სიტუაცია, სადაც დედამ გააშვილა, არამედ დედას შვილი მოპარეს. და სხვათა შორის რამდენიმე დედა იყო ნაჩვენები, აყვანილი დედა თუ დედა რომელმაც იყიდა შვილი და არანაირი მორალური საქციელით არ გამოირჩეოდნენ. ანუ ადამიანი, რომელიც შვილს დედას წაართმევს და იყიდის, ის მორალურად რომ ნორმალური ვერ იქნება, გასაგებია, ხო? ანუ მორალური ნორმები იმ ადამიანს აქვს აბსოლუტურად ნულზე. შესაბამისად, მაგას დედებს მე არც პატივს ვცემ, ვინც დედას შვილი წაართვა, მკვდრად გამოუცხადა და იყიდა სამშობიაროში. მაგ დედებზე არ მაქვს საუბარი, ეგენი არიან კრიმინალები. არ ვთვლი მე მაგ დედებს დედებად, იმიტომ რომ უამრავი ბავშვი არის, მით უმეტეს მაშინ უამრავი ბავშვი იყო ბავშვთა სახლში და შეიძლებოდა აყვანა, რომ არ წაგერთმია დედისთვის და არ გაგეუბედურებია ადამიანი, რომელიც შეიძლება გადასცემდა ბარძიმში მოსახსენებლად მის შვილს როგორც მკვდარს და ამ დროს ბავშვი იყო ცოცხალი. მაგ დედებზე არ მაქვს საუბარი. მე მაქვს საუბარი იმ დედებზე, რომლებმაც აიყვანეს შვილები ბავშვთა სახლებიდან, ან რო იცოდნენ, რომ აი არ უნდა დედა შვილი ვერ ზდის და აშვილებს, ასე ვთქვათ. ხო და კიდევ ერთხელ ვუყურე გადაცემას, ლიზი უკვე 3 წლის მყავდა მაშინ სხვათა შორის, ერთი წუთით რაღაცა მჭირდება. ერთი წუთით იქნება ცოტა ხმაური. და მოგიყვებით მე კიდევ ერთ ისტორიას, რომელმაც მე ძალიან დამაკვირვა. ხო.
ვუყურე ერთ გადაცემას რუსეთში, სადაც დედა იყო ჩვეულებრივი, გააჩინა ბავშვი, მოიყვანა სახლში, ზდიდა 2 წელი და 2 წლის შემდეგ აღმოაჩინა ეს ბირკები რო არის, ხო იცით, სამშობიაროში რო აძლევენ დედაშვილს. და აღმოაჩინა, რომ ამ ბირკაზე საერთოდ არ იყო მისი შვილი. ანუ იმ ბავშვს, რომელსაც ზდიდა 2 წლის განმავლობაში, არ იყო მისი შვილი. რუსეთში იყო, მაგრამ რომელიმე რაღაც სოფელში, არ ვიცი ახლა რომელ სოფელში იყო. მოკლედ აღმოჩნდა, რომ მისი შვილი მიუციათ ჩეჩენიშვილ ბავშვ ქალისთვის და ჩეჩენი ქალის შვილი მიუციათ ამ ქალისთვის. სასამართლოს მეშვეობით ამ ქალმა ეს ბავშვი დაიბრუნა, თავისი ბიოლოგიური შვილი და მე ამ გადაცემას რო ვუსმენდი, ძალიან გამიკვირდა. და გეტყვით რა გამიკვირდა. ეხლა უნდა იყოს ფეხზე ვიდგები. რა გამიკვირდა? მაშინ ლიზი იყო 3 წლის და ამ ქალმა ძალიან მარტივად მისცა ის ბავშვი, რომელსაც ზრდიდა 2 წელი და რომელსაც თავის შვილად ზრდიდა, მისცა თავის ბიოლოგიურ დედას. და წამოიყვანა თავის შვილი ამ რუსმა. და ჩეჩენი, აი ეს ქალი იყო ცოცხალმკვდარი უბრალოდ და ამ შემთხვევაში ის ჩეჩენი დედა იყო დედა და ეს რუსი დედა არ იყო, ეს იყო რაღაცა ბიოლოგიური მასალის მიმდევარი ალბათ. ანუ ხო და მე ახლა მაშინ ლიზიკო მყავდა 3 წლის და ვიფიქრე, ჩემდასაც დაუბრუნე. გადამეთქვი უყურე ერთი, გადმოგიგზავნი მეთქი ამ YouTube-ზე იყო რა, რუსული გადაცემა იყო. გადმოგიგზავნი ერთი უყურე მეთქი. და ჩემი დიშვილიც თითქმის ლიზიკოს ხელაა და ლიზიკო იყო 3 წლის. მე ვთხარი, აი ახლა მე ხო 1000%-ით ვიცი, რომ ლიზი ჩემი შვილია. ლიზი როგორც კი დაიბადა, ჯერ ერთი დანიელი იყო იქ დაბადების დროს. როგორც კი დაიბადა ლიზი, ხო ეგრევე დამადეს გულზე. მერე დანიელს მისცა ხელში წაიყვანეს შესამოწმებლად, აუღეს სისხლი, ანალიზები, ყველაფერი როგორც ხდება. მერე დანიელმა მოიყვანა, ანუ დაბადებიდან კი არა, მუცლიდან სახლში გამოყვანამდე ბავშვი იყო ჩემთან, 100% რომ ჩემი შვილია, არავის არსად არ წაუყვანია, პირიქით იმდენს ჯღაოდა პირველი დღე და მეორე დღე რო ვფიქრობდი, ვაიმე ეს ბავშვი ვიღაცამ წაიყვანოს, გამომაძინონ, აღარ შემიძლია თქო. ხო და ვფიქრობდი, რომ აი ახლა დაუშვათ, ხო და აი ახლა ფანტასტიკაა, მაგი აბსოლუტურად შეუძლებელი იყო ჩემ სიტუაციაში, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ახლა ვიღაცა მოვიდეს და მითხრას, რომ იცი რა, ლიზი არ არის შენი შვილი, შეგვიშალა სამწყობოში და მოდი ახლა გაცვალე. არ გავცვლი, ჯანერად და ვფიქრობდი, აი ახლა ვიღაცა რომ მოვიდეს და მითხრას, რომ ლიზი არ არის შენი შვილი და შეგვიშალა სამწყობოში და ეგერაა დედამისი და მოდი შენ შვილს. იმ წუთას ვიფიქრე და დღემდე მას ვფიქრობ, საერთოდ რომც არ ყოფილიყო, ხო, დაუშვათ და შეშლოდათ. რაში მაინტერესებს მე ვიღაც ბავშვი, იმ შემთხვევაში, იმ წუთას ის ბავშვი ჩემთვის არის საერთოდ უცხო ბავშვი, კი გავაჩინე, მაგრამ არ ვიცნობ, არ ვზდი. ვისაც ვზდი, ის მიყვარს. და აი მაშინ ვიფიქრე, ხო, აი ესეთი რაღაცა რომ დამმართოდა თქო, ხო, აი არ არსებობდა იმისი სასამართლოს მეშვეობით კი არა, არ ვიცი მე მომიტაცავდი, ავიყვანდი ჩემშვილს და სადღაც გადავიკარგებოდი 20 წლით. არ დაუბრუნებდი არავითარ შემთხვევაში იმ წუთას მე აი მართლა უყურებდი ლიზის და ვფიქრობდი, ახლა ესე რო იყოს, მაინტერესებს მე ვიღაცა ის ბიოლოგიური ანუ ბავშვი, რომელსაც მე არც კი ვიცნობ, ხო, ჩემი შვილი არის ის, ვინც მე გავზარდე. ხო და ძალიან გამიკვირდა იმ რუსის. ამ შემთხვევაში, ახლა მაინც მე ვთვლი, რომ კავკასიელებს უფრო სხვანაირად უყვართ შვილები, ვიდრე რუსებს უყვართ თავიანთი შვილები. არა, კი არიან იაჟმაჭი, მაგრამ იაჟმაჭზე არა მაქვს საუბარი. იაჟმაჭირი არიან ქართველებიც, რო დაგიწყებენ ხოლმე, მე ჩემი შვილი ისე მიყვარს, მე ჩემი შვილის გულისთვის ამას ვიზამ, იმას რას მე ვაპარაკები, ვაიმე, შენი შვილის სიყვარულით ვისაკვირვებ. აი ესე მიკვირს ხოლმე, რომ დამიწყებენ ხოლმე და усმენ და ვეუბნები, მომისმინე, მეც მოყავს შვილი და არ მინდა რა ეს და რაღაც სისულელე ახლა აქ არ მჯერა, იმიტომ რომ ადამიანი, რომელიც დამიწყებს იმის მტკიცებას შვილი როგორ უყვარს, არის ვიღაცა ვსკაჩკა. შვილი უყვარს ყველა ნორმალურ დედას და რას მიმტკიცე, შენ უფრო გიყვარს ახლა შენი შვილი, ვიდრე მე მიყვარს ჩემი შვილი. მე ვარ ძალიან კარგი დედა. ჩემზე უკეთესი დედა არ არსებობს, აი როგორც გინდათ ისე გამიგეთ. მე ჩემი შვილისთვის ვარ ძალიან კარგი დედა. ჩემზე უკეთესი დედა არსებობდა ერთადერთი, ეს იყო დედა ჩემი. მე სხვა არ მეგულება. მარტო დედა ჩემი იყო ჩემზე უკეთესი დედა. მე ვარ ძალიან კარგი დედა ჩემი შვილისთვის.
და ძალიან მიყვარს, ყველას უყვარს თავი და ამიტომ ძალიან მიკვირს ხოლმე, რომ დამიწყებენ ხოლმე. აი ციმე ჩემი შვილისთვის რას ვიზა? ვაიმე, რა სიზა? ისეც რომ ვერავინ ვერ იზამს სხვა. და ეს იაჟმაჭ არ მიყვარს ეს ქალების კატეგორია, იმიტომ რომ რაღაცა აი მაჩვენებითია რა, რომ ვიღაცას აჩვენო რა მაგარი დედა ხარ. არავის არაფერს არ ვაჩვენებ მე. არავის ვალი არ მაქვს საერთოდ რაღაცა ვაჩვენო. არავის აზრი არ მაინტერესებს კიდე ჩემს შესახებ. მე ჩემი შვილი კმაყოფილია ჩემით, მე ჩემს შვილს ვუყვარვარ, მე ჩემი შვილი მიყვარს. ჩემი შვილისთვის მე საუკეთესო დედა ვარ სოფლიოში და ზოგადად ვარ ძალიან კარგი დედა. ხო და ამიტომ აი ეს არავისთვის არაფრის მტკიცებას არ ვაპირებ. ვინც ჩემთან დიდი ხანია ძალიან კარგად იცის სხვისი აზრი როგორ მაინტერესებს ჩემს შესახებ. ხო და ამაზე მინდოდა დღეს გაგსაუბრებოდით, რომ მე მაინც ვთვლი, რომ აი თუნდაც აი ეს მაგალითი, რომ ლიზის რო უყურებდი და იმ გადაცემას რო უყურე და რო ვიფიქრე, რომ ვინ უნდა მოვიდეს ახლა ჩემთან და მითხრას, რომ შეგვეშალა, აი ხო გამორიცხული იყო. ჩემ შემთხვევაში იგი იყო 100%-ით გამორიცხული, რომ ვიღაცას რამე შეშლოდა, იმიტომ რომ დაბადებიდან ბავშვი ჩემთან იყო. ერთი წუთი არ გაუყვანიათ და როცა გაიყვანეს მე კიდევ შესამოწმებლად, იმიტომ რომ აქ ბევრჯერ ამოწმებენ ბავშვებს იმ წუთას როგორც კი დაიბადა, მე მეორე თუ მესამე დღეს წაიყვანეს კიდე რაღაცის შესამოწმებლად და მეც წავყევი, ანუ მარტო ბავშვი არ ყოფილა არც ერთი წუთი სხვა ადამიანთან უჩემოთ. და უჩემოთ თუ არსად არ იყო, ახლა მე შემიცვლიდა, ხო და მე კიდე დანიელია კოპიოლიზი. მაგრამ აი ეს არის ჩემი აზრი, რომ ძალიან გამიკვირდა, რომ ქალმა 2 წელი ზარდე შვილი, როგორც შენი შვილი და ის ჩეჩენი ქალი ისე შემეცოდა, იმიტომ რომ აი ეს იყო დედა, რომელსაც შვილი უყვარდა. ისე შემეცოდა, რომ ის თუ გადარჩებოდა, მე არ მეგონა, იმიტომ რომ ძალიან ცუდად იყო და ნუ როგორია ახლა შვილი ზარდა 2 წელი თავისი გონია და მოდის ვიღაც ქალი ეუბნება და სასამართლოს მეშვეობით წაგართმევ შვილს, იმიტომ რომ შენ ჩემი შვილი ყავს. არა, როგორც ჩვენ გვიყვარს ჩვენი შვილები, ზუსტად ისე უყვართ მშობლებს, ვისაც აყვანილი ყავს თავიანთი შვილები. მე არ ვსაუბრობ იმ დედებზე, ვინც გააუბედურა სხვა დედებები და შვილები მოპარეს და იყიდეს, მაგათზე არ მაქვს საუბარი. შესაბამისად, ბავშვი გიყვარს, როცა ზდიდა, არა იმიტომ, რადგანაც აჩენ. ან კიდე რო არის ხოლმე გადაცემები, რომ ის რა ქვია, დედამ გააშვილა შვილი დაუშვათ და ნუ გაშვილებული შვილები როგორც წესი ეძებენ მაინც თავიანთ დედებს და ვერ ხვდებიან, რომ იმ დედას რო დამოდი არ გაგაშვილებდა. და მე ნუ ნახულობენ, ხო? და არა აქვს ამ ქალს არანაირი რეაქცია, ვთქვათ. ხო, ერთ მაგალითს გეტყვით, პირველი შვილი გააშვილა და 2 სხვა ყავდა კიდე. იმ 2 შვილზე ორივე ცოლ-ქმარი იყვნენ გადაყოლილები და ეს პირველი რაღაცა მე მგონი ინვალიდობა მისცეს თუ რაღაცა და მოკლედ დატოვეს ავადმყოფოში. ძალიან კარგი დედა იყო იმ 2 შვილისთვის, მაგრამ ნუ აი ეს ბავშვი სულ რო აი იმაშვებოდა დედა, მამა და იმათ ნუ როგორ გითხრათ, არანაირი ემოცია ამ ბავშვის მიმართ, აი რომც ნახეს, არ ნუ ბავშვი რა უკვე 30 წლის გალი იყო. არ გამოუხატავთ და მე ნუ ეს ხალხი აუ როგორი დედა ხარ შენ და დედური ინსტინქტი არ არსებობს არანაირი დედური ინსტინქტი. ახლა იმ ქალმა დატოვა ეს ბავშვი ავადმყოფოში 30 წელი არ უნახავს. რომელ დედური ინსტინქტია საუბარი და ხო გაზარდა ის 2 შვილი, თავისი ის შვილები უყვარს, კი გიждდება, აბოდებს იმათზე და ნუ არ გაუზდია და რა დედურ ინსტინქტია საუბარი და მე კიდე პირადად მყავს ნაცნობი, რომელმაც იცოდა რომ აყვანილი იყო. ძალიან კაი ქალი, ძალიან კარგი ოჯახის შვილი იყო, სხვათა შორის აყვანილ ოჯახში სადაც იყო და ამ ქალმა უთხრა, რომ შენ აყვანილი ხარო იცოდე და მე ვიცი ვინ არის დედა შენი და თუ მოგინდება და თუ გექნება ინტერესი, ყოველთვის მოგცე მის მისამართს. მისცა მისამართი ეს ბიჭი იყო უკვე მგონი, რა ვიცი, მე 30 წლის ალბათ. ნუ ერთხელ მივიდა, ორჯერ მივიდა, სამჯერ მივიდა, მით უმეტეს რომ კიდე ყავდა იმ ქალს შვილი. ჩვეულებრივი ოჯახი ჰქონდა. ანუ ერთი დედმამის შვილები იყვნენ ეს ორივე ძმები. და მე დაანება სიარულს თავი, იმიტომ რომ თქვა რომ ნუ მე ვერ გზნობ იმ ქალისგან ვერაფერს, მიუხედავად იმისა, რომ
ამის ძმაზე გადარეული იყო, შვილიშვილებზე გადაყოლილი იყო. ხო და ეს არ ვიცი გააშვილა, რატო გააშვილა არ ვიცი. მაგრამ არაო რა, აი ხომ მივედი და ხომ ნახეო, ძალიან კარგი ოჯახია, ისიც პატიოსანი, მუშა, ძმა, რძალი, მიშვილები, ნუ ყველა გაიცნო, მაგრამ ამ ქალისგან ვერაფერი ვერ ვიგრძენიო და მოკლედ შენ გამზარდენე და შენ ხარ ჩემი დედაო რა. მადლობა რომ მაჩვენე ვინ არის ჩემი ბიოლოგიური დედა, მაგრამ დედა არ არის ის, ვინც გააჩინა, არამედ დედა არის ის, ვინც გაზარდაო. გამზარდეო შენო. სამწუხაროდ ეს ესენც დაიხოსნენ, ახლა დედა ჩემის ასაკის იყვნენ და ყველანი ასე ნელ-ნელა წავიდნენ. მოკლედ მეგობრებო, ეს იყო სულდრისი საუბარიც მინდოდა მე თქვენთან დღეს. წავედი ახლა ლიზის გაუკეთო სენდვიჩი უნდა ქალბატონს და გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე.